ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. ეს დარიო რადიოა და დარია ფსიქოლოგია ჯანა ჯავახიშვილთან ერთად. დღეს ჩვენი სტუმარი არის ბატონი დავით პაიჭაძე. დათო, მოგესალმებით. გამარჯობა. და დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ბატონ აკაკი ბაქრაძეს. 29 მარტს ბატონ აკაკის შეუსრულდებოდა 93 წელი. ეს გადაცემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბატონი კაკოს ვეძახდით და ისე სიყვარულით პირდაპირ კაკოს ვეძახდით სტუდენტობაში. ბატონი კაკო არის ის ადამიანი, ვინც ჩემს სოხელველობის ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდი როლი შეასრულა ჩემს სოხელველობის ჩამოყალიბებაში და მე მგონია რომ მთელი თაობის სოხელველობის ჩამოყალიბებაში ჩემი თაობის ამიტომ ხო ჩემთვის აი განსაკუთრებით ემოციურია დღევანდელი გადაცემა. მე მინდა დავიწყო იმის გახსენებით სტუდენტობისას როგორ დავდიოდით ბატონი კაკოს ლექციებზე და დასაწყისში, ასე ვთქვათ, შედარებით პატარა აუდიტორიაში ვიყავით, მაგრამ ძალიან სწრაფად გავრცელდა ხმა, რომ უაღრესად საინტერესო ლექციები იყო. ეს ჩვენთვის იყო აი როგორც სუფთა ჰაერის ნაკადი, იმიტომ რომ ის ორმაგი სტანდარტები, რასაც მიჩვეული ვიყავით ბავშვობიდან, ამ ლექციებზე არ იყო და პირიქით იყო, ასე ვთქვათ, გულწრფელი საუბარი და ანალიზი საბჭოთა რეალობის და თანდათანობით იმატა მსმენელების რაოდენობამ და აი ის ხატი რაც მე მიდგება ხოლმე თვალწინ, როცა ბატონ კაკოზე ვფიქრობ, ეს არის ფიზიკის დიდი აუდიტორია, სადაც იმისათვის რომ ყველას გაგვეგონა, უშველებელი აუდიტორიაა და ასე ვთქვათ, ამფითეატრული სტილის მოკლედ იმდენი გროვდებოდით ხოლმე სტუდენტები და არა მარტო რომ ბატონ კაკოს სკამზე მოკლედ მაგიდაზე მახსოვს რომ ერთხელ სკამიც დააყენეს ბიჭებმა და იმ სკამზეც ავიყვანეთ ბატონი კაკო და რომ ყველას გაგვეგონა და ეხლა მეკამათებიან რომ ასეთი რამე არ იყო, მაგრამ მაშინ ჩვენ არ ქონდა მობილურები რომ ეს დამეფიქსირებინა და ჩემს გარდასხვევსაც ახსოვს მოკლედ. დათო იმითია რომ თან სინამდვილეც იყოს და თან ვიღაცებს არ ჯეროდეთ, ესე რომ ჩავთვალოთ ეგ მითად, რომლის დამიწება არც ისე იოლი საქმე არის. ამიტომ თქვენ გახსოვთ და ვიღაცებს არ ახსოვთ. ხო, მოდი ჩავთვალოთ ეს მითად, მაგრამ ეს ჩემი ასე ვთქვათ ახალგაზრდობის დროინდელი მითია და ეს ხო, მითოლოგიური ამბავი. და რომელიც ჩემთვის ძალიან ფასეულია და ალბათ აი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის რაც იყო მაშინ და ეხლა რაც არის ასევე აქტუალური, ეს არის ის რომ ბატონი კაკო საუბრობდა ზნეობრივ კატასტროფაზე. აი საბჭოთა კავშირზე როგორც ზნეობრივ კატასტროფაზე, სადაც ძალიან რთული იყო სინდისიერად ცხოვრება და სინდისის შენარჩუნება და თვითონ ასე ვთქვათ სისტემა იყო ისეთი რომ ეს ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენდა და აი ამ სისტემაში ადამიანი რომელსაც წესიერება და გონიერება შენარჩუნებული ჰქონდა და თან არ ეშინოდა საუბარი და გაზიარება თავისი იდეების, ეს ძალიან ძვირფასი იყო მაშინაც და ეხლაც. კარგი, მე ცოტა უმცროს თაობას ვეკუთვნი და მის საჯარო ლექციებს არ დავსწევი ვარ და ახლა რომ ვფიქრობ, პირიქით აქეთ მიჩნდება კითხვა, როგორც ვიცი, ლექციები, რომელსაც შენ იხსენებ, ეს იყო 80-იანი წლების დასაწყისი, ხო? 80-91. ხო, 80-91 ასე. აი მე 93-94-ში ხდება ეს თუ არა? იმიტომ რომ გამახსენდა რომ 82-ის ბოლოს ბრეჟნევი მოკვდა, ანდროპოვი მოვიდა და რაღაცნაირად დავუშვი, რომ ანდროპოვის მოსვლას, ანუ კგბ-ს მოსვლას ხელისუფლების სათავეში შეიძლება დაკავშირებოდა აი ამ რაღაცა თავისუფალი აზროვნების, თავისუფალი აზრის კალაპოტთა დახშვა იმ დროს. არ ვიცი იმ წლებში აგრძელებდა თუ არა ბატონი აკაკი ლექციების კითხვას, მე მაგ დროს სკოლაში ვსწავლობდი, მისი სახელი ვიცოდი,
იმიტომ რომ სკოლის გარდა კიდევ სხვა კონტაქტებიც მქონდა უფროსი ასაკის ადამიანებთან და მათგან ვიცოდი აკაკი ბაქრაძის სახელი და 1-2 წერილიც როგორც მახსოვს წაკითხული მქონდა. გარდა ამისა, ეხლა ეს ძალიან არაარსებითია ამის გახსენება. უბრალოდ მახსოვს ბავშვი ვიყავი, არ მახსოვს რამდენი ბავშვის ცნობიერებით, მაგრამ მახსოვს აი ეს რაღაც ვიზუალური ხატები იმ დროინდელი. ეს იყო ჯაკოს ხიზნების გარჩევა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე. რაც მე მგონი საერთოდ პირდაპირ ეთერში წარიმართა და იქ მახსოვს შორეული საოკეანო ნაოსნობის კაპიტანი ბატონი ბარათაშვილი, რომელიც ტიპიური საბჭოთა სამხედროს პოზიციებიდან ლაპარაკობდა ჯაკოს ხიზნების სატელევიზიო დადგმაზე. იყო გურამ პეტრიაშვილი, იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც არ მახსოვს ვინ იყო, ვინაობა და იყო ბატონი აკაკი. სხვებიც იყვნენ, მაგრამ მახსოვს აი ვიღაცა, მაშინ ეს იყო ვიღაცა, არ ვიცოდი ვინ იყო. ის იყო აკაკი ბაქრაძე, მაგრამ მე არ ვიცოდი ის ვინ იყო. ესეთი ტანმორჩილი კაცი, ჭაღარა, რომელიც ლაპარაკობდა მშვიდად, თანაბარი ინტონაციით, მოკლე წინააღმდეგობით, ძალიან გასაგებად და ყველაზე მეტს, რაც მთავარია. და მის ლაპარაკს კი უსმენდნენ გასასვლელები, მაგრამ მერე ეს იწვევდა რაღაცა ნებათა ხელებს და კამათებს. გურამ პეტრიაშვილი ღელავდა, მაგალითად, ოღონდ აკაკი ბაქრაძის საწინააღმდეგოდ არა. აი ეს კაცი დამამახსოვრდა, გამომყვადა, შეიძლება 1-2-3 წელი ისე მახსოვდა როგორ, ნუ ყოველში არამოტივტივებულა, მაგრამ მერე როცა დავინახე, ეს ადამიანი საჯარო ასპარეზობს მე რო გავიზარდე და მიმოვავლე უფრო უკეთ თვალი, იმას თუ საცხოვრობდი, მივხვდი რომ ეს კაცი იყო, რომელიც მაშინ ლაპარაკობდა ტელევიზიაში. კარგი, მე არა ვარ აქ მნიშვნელოვანი არის ბატონი აკაკის გახსენება და მისი როლის, მისი ფუნქციის არ ვიტყვი შეფასება, მეთქი დანახვა და აღწერა უფრო მისი გარდაცვალებიდან, აი 21 წელზე მეტი გავიდა უკვე. კიდევ მისი დაბადების დღე არის, იყო უფრო სწორედ მარტის ბოლოს და ჩვენ შეგვიძლია მართლაც გადავავლოთ ახლა თვალი და არა მარტო იმ ადამიანთა თვალთახედვით, ვისაც ის წაუკითხავს, ის ბევრს წაუკითხავს, არამედ თქვენ მაგალითად ის გინახავთ, ხო? მოდი დავიწყოთ საუბარი იმით, უწინარესად ჯანა თქვენი აზრით რა ფუნქციის, არ ვიტყვი მისიის, რა ფუნქციის შესრულება გამოუვიდა ბატონ აკაკის? ხო, მე პრინციპში აი ამ ფუნქციის გააზრებით შემოგთავაზეთ დათო დღევანდელი გადაცემის სათაურიც, იმიტომ რომ სწორედ გასულ გადაცემაში ვისაუბრეთ ჩემ კოლეგასთან, ეთუნა ცინცაძე მასთან, იმასთან დაკავშირებით, თუ რამ განსაზღვრა საქართველოს განვითარების იმდროინდელი კურსი, მას მერე რაც გავხდით დამოუკიდებლები. და საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს განსხვავებით, თქვათ, აი 14 რესპუბლიკა განვიხილეთ და სადღაც აი სამეცნიერო, ასე თქვათ, ანალიზით, სადღაც მეოთხე ადგილზე ვიყავით ბალტიისპირეთის 3 ქვეყნის მერე ეროვნული მობილიზაციის ხარისხის მიხედვით. და მე მგონია, რომ აი სწორედ ეროვნულ მობილიზაციაში შეასრულა ძალიან დიდი როლი ბატონმა აკაკიმ, იმიტომ რომ ის რომ ამდენი სტუდენტი ესწრებოდა მის ლექციებს, ის რომ მისი იდეები ჰაერივით, ასე ვთქვათ, ვისრუტავდით და ვისუნთქავდით მის იდეებს. ის რომ ეს ჩვენთვის სუფთა ჰაერი იყო და აი ჩემთვის ვფიქრობ, რომ აი ხშირად იხსენიებენ ხოლმე როგორც ერის სინდის. მე მგონია, რომ სწორედ აი ეს ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც ჩვენი ერის სინდისია. აი კიდე იმ თქვათ, როცა ვკითხულობ ხოლმე ბატონი აკაკის ნაწერებს, იქ ჩანს, რომ ის პროგნოზირებს იმას, რომ დაინგრევა იმპერია და ჩემი აღქმით ის თავის ფუნქციას და თავის მისიას და საერთოდ ზოგადად საზოგადოების, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვან ამოცანად ხედავდა აი ზნეობის რეანიმაციას. იმიტომ რომ ჩემი აზრით ის ამაზე ამყარებდა აი როდესაც ის აღწერს, თქვათ, კომუნისტურ რეანიმაცია როგორ უნდა მოხდეს, ხო, ვინ უნდა გააკეთოს ეს? ეს არის ინდივიდუალური ძალისხმევის საკითხი, თუ ეს არის თუ ამის ბიძგი შეუძლია მისცეს, თქვათ, რაღაცა ჯგუფს
სხვა ადამიანებს, ხო? აი ეგ ზნეობის შესახებ ლაპარაკი ცხადია შეიძლება, მაგრამ აი როგორ უნდა წამოვდგეთ ამ საბჭოთა ტოტალური უზნეობიდან, ეს მე მგონი არც ბატონმა აკაკი იცოდა თანამდებობით და დამარწმუნებლად. ხო, შესაძლებელია არ იცოდა, მაგრამ მე მგონია რომ ის მაგალითს გვაჩვენებდა. ანუ როდესაც თქვათ აღწერს საბჭოთა რეალობას, აი ორი მომენტი მომხდა ძალიან, ასე ვთქვათ, თვალში, ყურში. ერთი არის სიბრიყვეზე საუბრობს, ანუ გონიერების ნაკლებობაზე, საღიაზრის ნაკლებობაზე და მეორე ზნეობრივ კატასტროფაზე და მე მგონია რომ თვითეული თქვათ მისი მოღვაწეობა ეს სწორედ ის მაგალითი არის ზნეობრივი მაგალითი რაც სხვებს მიეცა როგორც შანსი რომ ბევრი რამე გადაეაზრებინათ მაგ პერიოდში მე ერთ არ ვიცი კატეგორიას თუ ცნებას მაგრამ ერთ სიტყვას კიდე ვიტყოდი ოღონდ გამომდინარე იქიდან რასაც არა მარტო ლაპარაკობდა ბატონი აკაკი ბაქრაძე, არამედ წერდა და აქვეყნებდა. როგორც ცნობილია, ის მუშაობდა თავის წიგნზე მწერლობის მოთმინიერება 70-იან წლებიდან, როგორც ვიცი და სადღაც ასე 80-იან წლების დასაწყისში წიგნი პრაქტიკულად მზად იყო, უბრალოდ იმის დაბეჭდა მაშინ იყო გამორიცხული. ის დაიბეჭდა 1990 წელს და დაიბეჭდა რათა შეკვეცილი მოცულობით, ცვლადებით, ბევრი გვარი იქ ნახსენები არ არის და მხოლოდ თუმცა ბევრი ადამიანი კითხულობდა, ასე ვთქვათ, შორის, მაგრამ ამის საშუალება, ახალ თაობას ამის საშუალება მიხვედრა არ შეგვეძლო ყველას ვინ იგულისხმებოდა, ხო? ვინც იგულისხმებოდა ის ცოცხალი იყო, ჩვენ გვერდით იყო მაშინ ჯერ კიდევ თუ უკვე აღარ იყო. რას ვამბობ? ესე იგი, დიდი რთული აზრი ეს არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მწერლობის მოთმინიერებაში თუ რამეს პირველ რიგში ამბობს მისი ავტორი, ამბობს რომ ის არ ძრახავს არავის და მართლაც არავის არ ძრახავს. არ ძრახავს იმიტომ, რომ წარმოუდგენელია იცხოვრო აი ესეთი ტერორის პირობებში, როგორშიც იყო ქართული საზოგადოება და მისი ნაწილი ლიტერატორები 1930-იან 40-იან წლებში და არ დაეცე გაუძლო, ვთქვათ, გადარჩე ცოცხალი ისე, რომ ზნეობრივ კომპრომისებზე არ წახვიდა. ეს ძალიან კარგად ესმის და ამიტომაც ამის გამო არავის მორალური ძრახვა არ უნდა. ის თვითონ რომ ჩვენ არ ვიცით როგორ მოვიქცევით, როცა ჯალათები დაგმართებენ იმას და იქ ჩამოთვლილია, რასაც ჯალათები მართებენ ადამიანებს. უბრალოდ მე ცნობილია, რომ დრო ცოტათი იცვლება, ხო? ანუ ისეთი ინტენსივობის ტერორი და კაცისყვა და რეპრესიები აღარ მიდის, ოდნავ რბილდება რეჟიმი და ბუნებრივია დგება, უფრო მკაფიოდ დგება არჩევანის საკითხი. ვინ ახარ, რა სტრატეგიას ირჩევ, ხო, შენს ცხოვრებაში, რა გზას, რა ზნეობას. და აქ მან თქვენ თქმის არ იყოს თავისი მაგალითით და თავისი ცხოვრების წესით გასცა, მე მგონი, პასუხი და აქ არის ერთი რამ, ეს არის გამბედაობის და შიშის ოპოზიცია. აკაკი ბაქრაძე ჩემი აზრით იყო იმ იშვიათთაგანი, ვინც არჩია გამბედავი ცხოვრება. ვინც გაბედა ბევრი რამ საბჭოთა სისტემის პირობებში და მხოლოდ მანიცის იცოდა ალბათ და შეიძლება მისი ოჯახის წევრებმა ოღონდ ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ, რა შეემთხვა და რა გადახდა მას ამ გამბედაობის გამოჩენის გამო. ცხოვრების წესი ეს ერთი ამბავია, რომელიც ჩვენ არ ვიცით, ხო? იმიტომ რომ ეს მაინც უფრო პირადი ცხოვრების ამბავია. პრივატულია. მაგრამ საზოგადო ცხოვრებაში შენ რო გამოდიხარ და ლექციებს კითხულობ და თქვენთვის დაუწყარი შთაბეჭდილებაა ეს როგორც ხედავ და ალბათ ბევრი თქვენი მაშინდელი როგორ ვთქვათ, აუდიტორიაში თანამე აუდიტორიესათვის, მოდი ესე ვთქვათ, ხო? და მისი აზრები ალბათ, რომელიც მე არ მომისმენია და პატარა ვარ მაშინ. მე მას მხოლოდ ვკითხულობდი. მე მას ძალიან გვიან მოусმინი. მოусმინა 1997 წელს. და მოდი, ამ ამბავსაც გავეხსენებ თუ შეიძლება, იმიტომ რომ იშვიათად მომხდარა, როცა უსმენ ადამიანს და პარადიგმები გიყირავდება თავში. როცა
მიდიხარ არა რაღაცაში თავდაჯერებული, არა, უბრალოდ მიდიხარ მოსასმენად, უსმენ და მოსმენის შემდეგ შენ ხვდები, რომ არა მარტო ის, რაც ორატორმა პრინციპში თავდაყირა იდგა და წაღმა დაგანახა, არამედ კიდევ ბევრი რამ შეიძლება იყოს ასე თავდაყირა მდგარი და ამ კაცს აკაკი ბაქრაძეს შეუძლია გელაპარაკოს და კონსტრუქცია დაგანახოს ისე როგორც ის უნდა წაიკითხო წაღმა. ეხლა რა სახებოდა ეგ ლაპარაკი? ეგ იყო 1987 წელი, როგორც მახსოვს, დასაწყისი 87 წლის თუ 86-ის ბოლო, მოკლედ აი ეგ დრო არის რა. და წელთა კავშირში აკაკი ბაქრაძეს ჰქონდა მოხსენება თემაზე უღირსებო კაცი, ასე ერქვა. და უღირსებო კაცად ის იხსენებდა ცნობილი რომანის, ეს ჩემთვის და თქვენთვის ცნობილი რომანია და ჩვენზე უფროსი თაობის ხალხისთვის, კოლხეთის ცისკრის მთავარ პერსონაჟს მიკა შაკიძეს, რომელიც მეც ვისწავლე რა, მე-11 კლასში მასწავლდნენ ამ კოლხეთის ცისკარს, უიმედოდ დაძველებული რომანი იყო უკვე მაშინ. და როცა მოესმინა აკაკი ბაქრაძეს ლაპარაკი, მივხვდი რომ არაფერი უიმედოდ დაძველებული რომანი არ არის, იმიტომ რომ ეს ზუსტად ეს უნდა ასწავლო ეს რომანი, როგორც მან დაინახა. და როგორ დაინახა, ხო? დაინახა ასე, რომ გმირი, თავარი გმირი, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ როგორც როლურ მოდელს, როგორც ნიმუშს, როგორც ლამის იდეალურ პერსონაჟს კომუნისტური ლიტერატურისთვის, სოციალისტური ლიტერატურისთვის, არის ერთადერთი პერსონაჟი მთელ რომანში, რომელიც პრინციპში იცვლება და პერსონაჟები მოგეხსენებათ, მაგით ფასობენ, თუ მწერალი ახერხებს, რომ განავითაროს პერსონაჟის ხასიათი. და ეს არის ერთადერთი, რომელიც ვითარდება, ოღონდ ვითარდება დეგრადირებისკენ. ის არის ჩვეულებრივი კულტურა ბიჭი, ბევრი არაფრის მქონე, სოფელში ცხოვრობს, დიდი არაფერი განათლება არ აქვს და რომანის ბოლოს ეს არის მკვლელი, ჩამოყალიბებული კომუნისტი, უზნეო კაცი, რომელსაც ვიმეორებ ჩვენ 10 წლეულების მანძილზე გვთავაზობდნენ როლურ მოდელად. აი ასეთი უნდა იყო, გვეუბნებოდნენ. ნუ ხა ეს არის დასკვნა, რაც გამოვწორეთ მაშინ კი არა, რაც ეხლა როგორც აღვადგენ ბატონიანკის მაშინდელ ლაპარაკს, მაგრამ ნუ თავის დროზე ეს ლაპარაკი იყო გამაგრებული ეპიზოდებით რომანიდან, არგუმენტებით და მოკლედ აი ესე ჩვენ თვალწინ ნაკოწიწები რაღაცა სკოლაში, მასწავლებლების საუბრით, ეროვნული გარჩევის წიგნით და ასე შემდეგ, მთელი ამ იდეოლოგიური ზემოქმედების ბერკეტები, რაც ქონდა შერჩენილი მაშინ განათლების სისტემას, აი ეს ყველაფერი დაამსხვრია დაახლოებით 1 საათში. მე მაშინ წაკითხული მქონდა ბატონიანკის სხვადასხვა წერილები სტუდენტობისას უკვე, მაგრამ აი ამ პარადიგმის, ანუ მიქი ვაშაკიძის როგორც კომუნისტური ზნეობის მწვერვალის დამხობა და გასრესვა, დამსხვრევა, ეს იყო ერთ-ერთი საეტაპო მომენტი ჩემს ცხოვრებაში. აკაკი ბაქრაძე როგორი კაცი იყო? ის იყო რაღაცა გაგებით ძველი კაცი და ბოლო ძველი კაცი საქართველოში, რომელსაც არ შეეძლო ყოფილიყო მოქმედი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ სისტემაში არ ეწერებოდა ის, ხო? მოქმედი პოლიტიკოსი თუ ხარ, უნდა შეხვიდე კომუნისტურ პარტიაში და ეგეთ შემთხვევაში ან გახდები, ან ვერა პოლიტიკოსი. ის არ ეწერებოდა ამ სისტემაში და ის იყო რაღაცა აი ალტერნატიული პოლიტიკოსი იყო. თავისი გავლენით ადამიანებზე, იმიტომ რომ მისი იარაღი რა იყო? სიტყვა იყო, ხო? მისი იარაღი სიტყვით ურთიერთობდა ადამიანთან, სიტყვით ზემოქმედებდა მასზე, მისი სიტყვა ხდებოდა ადამიანების მისადმი კეთილგანწყობის, მისადმი ნდობის, მისადმი ინტერესის საფუძველი, ინსტრუმენტი. როცა ამბობ, რომ ბოლო კაცი იყო ამ ხრივ, გულისხმობ იმას, რომ არათავისუფალ ქვეყანაში ჩვენ გვაქვს ტრადიცია და გვყავს პარადიგმატული ფიგურები, როგორ შეიძლება იქცნენ მნიშვნელოვან ადამიანებად ერისთვის, მოქალაქეებისთვის, ისე რომ პრაქტიკულ პოლიტიკურ საქმიანობას არ მისდევდნენ. თუმცა რასაც აკეთებენ, რეალურად პოლიტიკური საქმიანობა, მაგრამ პოლიტიკოსები არ ქვიან. ეხლა ყველაზე მწვერვალი მაგისი ვიცით ვინც არის, ეხლა გავჩვენდები თქვენი თქვით მე-19 საუკუნეში. ილია ჭავჭავაძე. რა უნდა? ხო, დიახ, ეხლა თქვენ. და მაშინ შეკითხვა, მაშინ გავყვეთ ინტერვიუს ტრადიციულ სქემას. შეკითხვა ასეთი მაქვს, მაშინ ვინ იყო? დისიდენტი იყო, თქვათ აკაკი ბაქრაძე. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დისიდენტი იყო?
დისიდენტები მე როგორც მახსოვს, ჩემი პატივისცემა მათ, ჩვენ ვნახეთ დისიდენტები და მოგწონდა ისინი, ოღონდ დისიდენტების მე მგონია რომ კარგად არ გვესმოდა და ბოლომდე არც ახლა მგონია რომ დისიდენტების პათოსი გასაგები და გაზიარებული იყოს. რას გულისხმობ? დისიდენტები იყო ხალხი საბჭოთა კავშირში, რომლებიც იღებდნენ საბჭოთა სისტემას. აღიარებდნენ მის კანონებს, ოღონდ საბჭოთა კავშირს თხოვდნენ რომ ის კანონები დაეცვა. საბჭოთა მთავრობას და კომუნისტებს აკრიტიკებდნენ ესეთი პირუთვნელად და პირდაპირ და უკომპრომისოდ აკრიტიკებდნენ იმის გამო რომ ის, ანუ საბჭოთა კავშირი არ ასრულებს საერთაშორისო საზოგადოების და მსოფლიოს წინაშე ნაკისრ როგორც თქვენ ვალდებულებებს. რასაც ხელი მოაწერა, მაგრამ ჰელსინკის აქტს მოაწერა 1975 წელს ხელი ბრეჟნევმა, ფილმები გადაიღეს ამას და მთელი ამბავი. მაგრამ ადამიანის უფლებათა ნაწილში, რასაც საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერა, ის არ სრულდებოდა, ხო? ეს იყო მაგალითად ერთ-ერთი არგუმენტი დისიდენტების ხელში. და საქართველოში თუ შევეცდებით გავიხსენოთ რამდენი ასეთი დისიდენტი ყავდა, შეიძლება ნუ აი ორი ხელი გვეყოს, მეტი არა. ჩვენთან უფრო საბჭოთა კავშირის საწინააღმდეგო პათოსი, განწყობა გამოიხატებოდა ეროვნული თავისუფლობაში და არა მაინც ადამიანის უფლებების დაცვაში. ადამიანის უფლებების მიმართ ჩვენ გრძნობიარეები საბჭოთა კავშირში არ ვიყავით. საერთოდ არ გვესმოდა ეს რა იყო რა. ნუ ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ ადამიანის უფლებების დეკლარაცია მაგალითად საბჭოთა კავშირში გამოქვეყნდა ერთადერთხელ თუ არ ვცდები პროფესორ ჟვანიას ნაშრომში, თუ არ ვცდები, შეიძლება ვცდებოდე, რომელმაც თარგმნა კიდეც ეს ტექსტი ადამიანის უფლებების. მაგრამ ეს ტექსტი განკუთვნილი იყო იურისტებისთვის მაშინ. და არანაირი ფართოდ გავრცელება ამას არ მოჰყოლია. მე გვიან გავიგე მე თვითონაც თორე ხა მაშინ სად ვნახავდი. ანუ ადამიანის უფლებები რა არის, არ ვიცით. სამაგიეროდ ჩვენ ვიცით, რომ მე-19 საუკუნის მთელი მწერლობა, მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის პოეზია, ნუ მთელი თუ არა ყოველ შემთხვევაში მის საგრძნობი ნაწილი არის ნაციონალისტური პათოსი და გადარჩენის პათოსი. ეხლა ეს კარგია, ცუდია, რა პოეზია შვა ამან, იქ არის თუ არა ქსენოფობიური, კაი, ესეთი მსუყე ქსენოფობიური ამბები, ეს ცალკე საკითხია და არის ჩვენ პოეზიაში. ეგეთი ამბები, პრინციპში ახლა რომ წაიკითხო და დღევანდელი ჩვენი აი მთელი 30 წლის მანძილზე გამოვლილი გამოცდილების თვალით შეხედო, შეიძლება ცოტა შეგცხვეს კიდეც. ისეთი ლექსები გვაქვს გამოქვეყნებული, ისეთი ლექსები გვიამაყებოდა და ისეთი ლექსებს ვკითხულობდით ხოლმე, ხო? სუფრებზე ან კიდე სხვაგან. ესეთი ქსენოფობიური ლექსები, უცხოთ მოძულეობრივი ლექსები არის ტოტალურად არა, მაგრამ არის, ისინი იბეჭდებოდა და კაცოთა გასაკვირიც არის რომ იბეჭდებოდა, ხო? ხა არ მინდა ციტატების მოყვანა, ვისაც ახსოვს ქართული პატრიოტული პოეზია მე-20 საუკუნის მეორე ნახევრისა, ის გაიხსენებს და მიხვდება რასაც გულისხმობ. ხო, და აკაკი ბაქრაძე ამ ხრივ მე ვფიქრობ, რომ იყო შედარებით ზომიერი ნაციონალისტი და მას როგორც ქართველს ეფიქრებოდა ასევე არა უწინარესად ადამიანის უფლებები, არამედ ეროვნული თავისუფლება და ადამიანის ზნეობა, თქვენი თქმის არ იყოს. და კიდევ ჰქონდა ძალიან დიდი სკეპსისი საბჭოთა კავშირის მოწყობის წყობის მიმართ, თქვათ რომ რაღაცის, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებების დაცვის იმედი ჰქონოდა, ან მოეთხოვა ეს, ხო? ეს კარგად ჩანს მწერლობის მოთმინიერებაში, იმიტომ რომ აი ჩემთვის ვფიქრობდი ამ დღეებში, როცა ვამზადებდი გადაცემას, რომ ეხლა ჩვენს ახალგაზრდებში ორველი ძალიან მოდაშია და ყველა წინის მაღაზიაში იყიდება თარგმანები ორველის რომანების, მაგრამ სპეციალურად შევიარე რამდენიმე წიგნის მაღაზიაში და ბატონი კაკოს წიგნები ვიკითხე. აი მაგალითად გუში ვიყავი ბიბლუსში, მოკლედ არჩილ სულაკაურის გამომცემლობის წიგნების მაღაზიაში შევედი. ბატონო? ბაკურ სულაკაურის ბოდიში.
ბოდიში. ხო, და მოკლედ ერთადერთი ეგზემპლარი მწერლობის მოთმინიერებისა აღმოვაჩინე შაქრო ბაბუს მაღაზიაში. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ვისაც აი ორველიანური სამყარო ვინც დაინტერესდა ამ ფენომენით, ხო? ეს ყველაფერი, ასე ვთქვათ, ჩვენ საკუთარ უახლოეს ისტორიის მაგალითზე არის გენიალურად აღწერილი მწერლობის მოთმინიერებაში და აი ასეთი შეკითხვა მაქვს დათო, თქვენ ვიცი რომ სკოლაში სასწავლით არის პოპულარული თქვათ ეხლა აკაკი ბაქრაძის წიგნები, თუ წიგნის მაღაზიაში არ არის ერთი შესაძლებლობა შეიძლება დაუშვათ რომ ძალიან პოპულარულია და უცებ დაიტაცეს და მეორეა რომ თავიდან არ გამოიცემა შეიძლება და ჩვენ აი ამ შანსს ახალ თაობას არ ვაძლევთ რომ წაიკითხონ ფაქტიურად პირველ წყარო იმისა რა ხდებოდა და როგორი იყო ჩვენი ეს ორველიანური ჩვენი სამყარო. მიფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გამოგვჩეს აკაკი ბაქრაძის საქმიანობის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი და ეგებ სწორედ ეს ნაწილი აღმოჩნდეს წლების მერე იმაზე უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის რაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, ხო, ეროვნული მობილიზაცია, მოკლედ მის პუბლიცისტურ მემკვიდრეობაზე და საერთოდ წერითის საქმიანობის მიღმა მის საქმიანობაზე უფრო მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს მისი ლიტერატურული და კრიტიკული ნაზრები და დანატოვარი. ასევე მისი წერილები, რომლებიც ეხება მის თანამედროვეობას. ის იგონებს თავის ახლო თანამედროვეობას და ეს ბევრ ქართველ მწერალს არ გაუკეთებია სამწუხაროდ. კარგი სერია ჰქონდა ძალიან ინტელექტს თუ არ ვთქვი, რომელმაც დაიწყო გამოცემა ქართველი მწერლების და პოეტების ჩანაწერების ზოგის გარდაცვალების შემდეგ, ზოგის სიცოცხლეშივე ძალიან საინტერესო ფაქტები ამოდის, ძალიან მეტყველი ფაქტები ამოდის საბჭოთა პერიოდზე. და ხვდები, რომ საბჭოთა პერიოდის ისტორიის დაწერა აი ამ ლიტერატურის გარეშე იქნება სრულფასოვნად დაწერა წარმოუდგენელი. ესე რომ დიუმას იმ ცნობილი ამბის არ იყოს თბილისში რომ ჩამოვიდა და მარტო დიუმას წიგნები დაახვედრა ერთმა თბილისელმა წიგნით მოვაჭრა და სხვა წიგნები სად არისო კითხავ, ვიცით ხო უძველესი ამბავი და ის დაიბნა და უთხრა გაიყიდაო რა. რა გამოვიდა ხო რომ დიუმას წიგნები არ იყიდება და სხვა ჩაწვათ დიუმას წიგნები ესე იგი. ხო და უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ასე იყოს, ხოლო ჩვეულებრივ შემთხვევაში უბრალოდ დიდი ხანია ბატონიანკის წიგნები არ გამოცემულა. რაღაცა რესურსები არის ინტერნეტშიც, უფასოდ მისაწვდომია მისი წერილები, რამდენიმე, ზოგიერთი მისი წიგნიც და ინტერნეტი მოგეხსენებათ ნელ-ნელა თავისი მეკობრული ბუნების გამო კლავს წიგნებს, ხო? ვიღაცა არ იყიდის, წაიკითხავს თავის, ამაზე არ ვლაპარაკობთ. აკაკი ბაქრაძის ვთქვათ, როგორც კრიტიკოსის სიცოცხლის უნარიანობა არის ჩვენ ხელში, მე ასე მგონია. ძალიან აქტუალურია. აი მაგალითად განდეგილს როგორც არჩევს, თქვათ და როგორ ასე ვთქვათ დასკვნამდე მიდის, ის ამბობს, რომ ყველამ ვერ გაიგო ილიას თანამედროვეებმა გზავნილი განდეგილის და ფაქტიურად გზავნილია, რომ თუ შენ ერის გადარჩენა გინდა, ჯერ შენს თავს შენი თავი უნდა გადაარჩინო, ანუ შენ უნდა იყოს ნეობრივი და ასე ვთქვათ 10 მცნება დაიცვა და თუ შენ გაფუჭდი და შენ ასე ვთქვათ არა გაქვს ის შენი თავი ვერ გადაარჩინე, შენ ქვეყანას ვერ გადაარჩენ და სულ მახსენდება ჩვენი თანამედროვე სოციოპოლიტიკური სივრცე, პოლიტიკური სივრცე უფრო სწორედ, როცა სულ საბაზო დაშვებაა, რომ ის კაცი არ არის თქვა ნეობრივი, მაგრამ შეიძლება რაღაცა კაი ქვეყანას გაუკეთოს და მე აღმოჩნდება ხოლმე რომ ვერა, არ მუშაობს ეს სცენარი, თუ შენ არა ხარ თვითონ გადარჩენილი, ვერაფერს ვერ არგებ ქვეყანას. ხო. სკოლა ახსენეთ თქვენ, საცამე მუშაობდა სკოლაში, ილიას როცა გავდივართ, ბავშვებს ვაკითხებ ხოლმე. კრიტიკულ წერილებს განდეგილზეც, ოთარანთქვრივზეც და კაცი ადამიანზეც, იმიტომ რომ ეგ არ არის ჩემი დაკვირვება, ეს არის ჩემზე უფროსი თაობის ქართულ კრიტიკოსთა დაკვირვება, რომ აკაკი ბაქრაძე ძალიან გამიკვირდა ეს, რომ წავიკითხე თავის დროზე, მაგრამ ნუ წავიკითხე, რომ აკაკი ბაქრაძე იყო პირველი ქართველი კრიტიკოსი, ვინც დაუბრუნდა ლუარ საფთათქარიძეს როგორც ქართველის ტიპს, როგორც ქართული კულტურის გამომხატველ ფენომენს და არა მაინც და მაინც
თავადაზნაურობის, როგორც ამას გვატენიდა ქართული ხო, სამყარო. როგორც კრიტიკა თავადაზნაურობის, ხო. რაც ნიშნავს, რომ თავადაზნაურობა ესეთი იყო, მაგრამ დანარჩენი ხალხი იცოცხლე კამი. არა და ილიას მთელი შემოქმედება პროზაულ შემოქმედებას გულისხმობ, პუბლიცისტურს არა, პროზას. სწორედ ამ მთელ ქართულ ხალხზე გელაპარაკება, ხო? მაგალითად იქ ის რა იყო გლეხის ნამბობი, ხაი თავადიც არის, გლეხიც არის, გლეხი კაცია პეტრე, სარჩობელაძე და წარმოუდგენლად შტერია სოციალურად, ხო? რამდენადაც კეთილი და გულურყვილო და ესეთი განცემია სიკეთისა პირად ურთიერთობებში, იმდენად სოციალურად სრულიად იდიოტი არის და ესეც კრიტიკის ნაწილია, საზოგადოების კრიტიკის ნაწილია ესეც. ისევე როგორც სოციალური კრიტიკა, ჩემი აზრით თოთარaan თქვით. ხო, ამიტომაც როგორც ილია დღეს აქტუალური და მოდი შეიძლება ვიღაც ეწყინოს, მაგრამ სამწუხაროდ აქტუალურია, ხო არ შეიძლება რომ ადამიანი, ესე იგი, დაიბადოს 180 წლის წინ ლამის და დღესაც მისი ნაწერები ინარჩუნებს არა ლიტერატურულს, იმდენად, რამდენადაც სოციალურ აქტუალობას. მე ერთი რამე დამავიწყდა წინა მონაკვეთში ლაპარაკისას და მინდა თქვა, დავამთავრო ის აზრი, როცა შიშისა და გამბედაობის პოზიციაზე ვლაპარაკობდი. ხო. აკაკი ბაქრაძის გამბედაობა იყო მისი აზროვნების აქტი, ჩემი აზრით. როცა მას ვუსმენდით, როცა მას ვკითხულობდით, ჩვენ ხვდებოდით, რომ ეს იყო არა მარტო არაორდინალური და ჭკვიანი კაცის საუბარი, არამედ ჭკუას და არაორდინალურობას ახლდა ან ეგებ ჭკუად და არაორდინალურობა გახლდათ გამოხატულება მისი გამბედაობისა. ამ პირიქით, მოკლედ დიდი მნიშვნელობა არა აქვს გამბედაობის გარეშე, სიმამაცის გარეშე, ასეთი აზროვნება არ არსებობს, რაც მას ჰქონდა. მე ვერ წარმომიდგენია, ეხლა ეს ცოტა ინფანტილური ლაპარაკია, მაგრამ არა უშავს, ვერ წარმომიდგენია აკაკი ბაქრაძე, რომელიც აი ტიპიურ საბჭოურ დიალოგში იყოს ჩაბმული და აი ჩვენ ხო ვიცით და თვალს რო ჩაგიკრავს და აძრს რო ბოლომდე არ გეტყვის და შენი მიხვედრის ამარა რო დაქტოვებს, ხო? აი შე ხო ხვდები, მაგრამ არ იტყვის. იმიტომ რომ რაღაცა შიში მაინც ღრნის. არა, მას მე მგონი ასე შიშები არ ქონია. ეს იყო სწორედაც რომ მამაცი, გამბედავი და ყველაფრის გამომთქმელი კაცი. ოღონდ რომ დრო ძალიან მკვეთრად შეიცვალა 80-იანი წლების მიწურულს, რაზეც გულიათ ქონა არ მწყდება და აკაკი ბაქრაძის აი ეს სიმამაცე არ ვიტყოდი მისი ზომიერება, მაგრამ მისი სტილური დახვეწილობაც კი ლაპარაკში აღმოჩნდა უცებ ნაკლებად აქტუალური. იმიტომ რომ მოიტანა ეპოქამ სულ სხვა ლაპარაკი და უცებ მოიტანა ასეთი მოთხოვნილება ასეთ ლაპარაკზე, ემოციურზე, დაძაბულზე, საპროტესტოზე, ცოტა არ იყო სიძულვილით გაჟღენთილზე, ეხლა სულ არ მგონია რომ აკაკი ბაქრაძის კომუნისტები უყვარდა, მაგრამ ის მაინც რაციოზე აპელირებდა ყოველთვის ამის რაციოზე და ამდენად არასოდეს არ ცდილობდა რომ განსაკუთრებული ემოციური ძალა რაღაცა საგანგებოდ მიენიჭებინა და რაღაც რიტორიკული ხერხები ეხმარა, ხმისთვის აეწია და ასე შემდეგ ადამიანებთან საუბრისას. მას სწამდა, რომ თუ ადამიანს გასაგებად დაელაპარაკები, შენ მის გულს შეძრავ. არ არის საჭირო რაღაცა ხაფი ხმით. მაგრამ მე უცებ მასობრივად გამოჩნდა ხალხი, რომელიც ლაპარაკობდა სწორედ ასე, დაჭიმულად ლაპარაკობდა მასისთვის ხმამაღლა, ეს არ შეეძლო აკაკი ბაქრაძეს, ის იყო სიახლე და აკაკი ბაქრაძემ დაიწყო, როგორ ვთქვათ, ცოტათი დაძველება. აი ამ დროს. დათო, ამასთან ხო არ არის დაკავშირებული აი ეს რაციონალური დამოკიდებულება მოვლენების მიმართ და ალბათ აი ესეთი გამოთქმა კი არა და ანდაზა არსებობს, რომ ილაპარაკეთ ჩუმად, რომ მოგისმინონ, თქვათ, აი ეს ხო არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ რაღაც მომენტში მან გადაწყვიტა მაგალითად უმაღლეს საბჭოში შესვლა, თქვათ, აი ანუ ტრანსფორმაციული მეთოდებით ხო არ ცდილობდა, თქვათ, რამდენადაც თვითონ ასე ვთქვათ, იწინასწარმეტყველა და სჯეროდა, რომ მაინც დაინგრეოდა იმპერია, თქვათ, აი ეს ხო არ იყო მისი, ასე ვთქვათ, მისი გზა, რომ აი ესე რაციონალურად, ტრანსფორმაციულად, არაქსენოფობიურად
გადასვლა მომხდარიყო და აი რის სადარაჯოზეც იდგა თქვა გონიერების და ზნეობრიობის ეს რო შეგვენარჩუნებინა, იმიტომ რომ ზოგჯერ აი დღევანდელ ყოფას რო ვუყურებ ჩვენ სოციოპოლიტიკურ პრობლემებს, სპექტს და ასე შემდეგ. სამწუხაროდ როგორც ილია ჭავჭავა, როგორც თქვით თქვენა, როგორც ილია ჭავჭავაძე არის ძალიან აქტუალური, ისევე ძალიან აქტუალური არის ბატონი აკაკი, იმიტომ რომ აი ეხლა რომ ვკითხულობდი მაგალითად გადავიკითხე სპეციალურად ამ გადაცემისთვის წერლობის მოთვინიერება, იქ რაც აღწერილი არის გლეხების ჩამოსახლებაზე ამ დიდ სიბრიყვეზე, ხო, რომ თიდან აყარეს გლეხები, ძალათი ჩამოასახლეს სისხლის ფასად, მერე აღმოჩნდა რომ შეცდომა იყო, მერე ისევ აყარეს და აღარ უნდათ უკან წავსვა. ხო, აღარ უნდათ. ან მაგონებს ეხლა მაგალითად ნამახვანის ასოციაციები დამიტოვა ამან, რომ ისევ კიდე ერთი სოციალური ექსპერიმენტი ტარდება ძალადობრივად ჩვენს მოსახლეობაზე, ისევ იგივე ფოცხს ვაბიჯებთ, ჭკუა ვერ ვისწავლეთ და ისევ აი იმ საბჭოთა მეთოდით ვცდილობთ რაღაცა მატერიალური პრობლემების მართვას. აი თუ დაუბრუნდებით ის აკაკი ბაქრაძეს, ხო? აი მე შევეცდები, არ ვიცი რა მიმართულებით, მაგრამ გავაგრძელოთ თქვენი აი გაზრი რაციონალობაზე მომართული და ზომიერებაზე. ეხლა რაციონალობა და ზომიერება რატო იყო მაშინ საჭირო და რატო არ გამოვიჩინეთ? აკაკი ბაქრაძე ვფიქრობ, რომ იყო ძალიან გულწრფელი თავის ქცევის, მოქმედების წესში, თავის რიტორიკაში, როცა ის იყო ისეთი როგორიც იყო რა. ეხლა შევეცდები გამმარტო რას ვამბობ. ის ხედავდა თქვენ თქმის არ იყოს რომ საბჭოთა კავშირი ინგრევა. მართალია ეხლა თავის თარ დაინგრევა, უნდა შეეშველო ცოტა, მაგრამ მას კატეგორიულად არ სურდა ეს ჩემი ფიქრი არის, ჩემი შთაბეჭდილება, აი ეხლა ამ გადასახედიდან რო უყურებ 80-იან წლების მიწურულის ამბავს, მას არაფრით არ სურდა განესახიერებინა როლი ან შეერთებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობდნენ რომ აი ხას უსვამდნენ რომ აი მათი რადიკალიზმი ანგრევს ზუსტად საბჭოთა კავშირს. უკაცრავად საბჭოთა კავშირი დაინგრა ისე, რომ შუა აზიის რესპუბლიკებს, დღეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს არ უნდათ იქიდან წასვლა. ხო, ეგრე იყო. ელცინის ამბავი იყო გახსოვთ, ელცინის სახელმწიფო ამბიციებმა, რუსეთის პრეზიდენტად ყოფნის სურვილმა დიდწილად განსაზღვრა ის, რომ საბჭოთა კავშირი გაქრა. მან და კიდე ორმა პრეზიდენტმა, ბელორუსიის და უკრაინის პრეზიდენტმა მოაწერეს ხელი იმას, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არის და შუა აზიას უთხრეს, რომ კარგად იყავით, თქვენ აღარ ახართ. შუა აზიაში დღეს რა გვაქვს, იცით, ხო? არ მინდა შუა აზიაზე არ ვლაპარაკოთ. ანუ ეს არავინ არ აკნინებს რეფერენდუმის მნიშვნელობას, არავინ არ აკნინებს კომუნისტების მარცხის მნიშვნელობას საქართველოში. ეს ასე იყო. და ეს არის ჩვენი მონაპოვარი, ამას ვეჭიდებით თუ რამეა, რომ ჩვენ კომუნისტებს მოვასწარით და ვუთხარით უარი. არჩევნებში ვუთხარით, რომ თქვენ არ გვინდიხართ. ჩემი აზრით ის რომ ერთმა მესამედმა მიცა მაინც ხმა, ეგეც კაი ჩიტები ვართ, ამაზე ლაპარაკობს, ხო, ერთ მესამედი მოსახლეობის მაინც ებღაუჭებოდა ამ დაწყევლილ პარტიას და ძალას, მაგრამ ნუ რაც იყო. და მერე კიდე რეფერენდუმი და აღდგენა დამოუკიდებლობის. ამას აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ უნდა შევხედოთ რეალობას და ვთქვათ, რომ ჩვენგან დამოუკიდებლადაც ინგრეოდა ეს ქვეყანა და ჩვენ ჯობდა, კაი დროს ამაზე ლაპარაკია, მომზადებულიყავით უკეთ. აკაკი ბაქრაძის რიტორიკაც, სურვილიც, სწრაფაც, ინტენციაც, პოლიტიკური საქმიანობაც რა ვადაშიც მანეს შეძლო და ისურვა, სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ. ოღონდ დრამა ის არის, რომ ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვემზადოთ. კაციშვილმა არ იცოდა ეს, რას ნიშნავს მომზადება თავისუფლებისთვის. თუმცა ის ტკივილები, რაც გავიარეთ და კატასტროფა, რაც გავიარეთ 90-იანების განსაკუთრებით პირველ ნახევარში, ამას მოდი ვთქვათ, არავინ არ ელოდა, მასობრივად არავინ არ ელოდა ამას. თუმცა ჩვენი ზომიერი ქცევა, ანუ პრინციპად რო აგვეღო ის, რასაც კაკო ბაქრაძე ამბობდა, რომ უნდა ვიყოთ რაციონალურები, არა თავშეკავებულები, არამედ რაციონალურები, ხო? არ უნდა ავარდე და აი ამ შენი ემოციები და ცხელგულზე არ უნდა მიიღო გადაწყვეტილება. შეიძლება ის ხალხი, ვინც ასე იღებდა გადაწყვეტილებას, პიროვნულად ძალიან უშიშარი ხალხი იყო, მაგრამ უშიშრობა კაია და ტვინიც არ არის ცუდი, ხო? პოლიტიკური ტვინი.
კაკო ბაქრაძეს აღარ უსმენდნენ 80-იანი წლების მიწურულს. მან სწორი იქნა, ჩემი აზრით, როცა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოში იყარა კენჭი და კაია რო იქ გაიმარჯვა, უბრალოდ იქიდან წამოღებული იქ ნანახი გამოცდილება არაფერში აღარ გამოდგა მე. ოღონდ მას ეს არ გამოუყენებია. არ ვიცი რატო. ანუ ის ქართველ პოლიტიკოსად აღარ შედგა მაშინ, როცა ალბათ ყველაზე საჭირო იყო. ის გამოდგა კაცი, რომელმაც მოიყვანა ამ დრომდე ქართული საზოგადოება ბევრ სხვა თვალსაჩინო ქართველთან ერთად, თავისი აზრით, თავისი სიტყვით, თავისი დაწერილი თუ ზეპირად წარმოთქმული ტექსტებით, მაგრამ მერე ამ ხალხმა მას ხელი დაუქნია. და თვითონაც როგორც ჩანს ამას გრძნობდა და აღარ მოუნდა აქტიურ პოლიტიკაში ჩაბმა. რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარე იყო გახსოვთ, მაგრამ აღარ იყო. რაცა ჩtildeში არ ვიცი მოიქცა, არ ვიცი თავი მოიქცია და დასჯერდა ამ როლს. და ჩვენ თუ ლაპარაკობთ კაკო ბაქრაძეზე, ლაპარაკობთ აკაკი ბაქრაძეზე 1980-იანი წლების მიწურულის ჩათვლით. თორემ მე ვთაგზელებს ის საქმიანობას, წიგნებსაც გამოსცემს, წერს, ინტერვიუებს იძლევა, ხო, რაღაცა სასწაული ინტერვიუ ნახე ამას წინათ, რაზე არ ეკითხებოდნენ. ეს კითხვა უნდა წაგიკითხოთ ახლა შეიძლება. ესე იგი, ერთ-ერთი გაზეთის რედაქტორი ეკითხება, ის კაცი ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი იყო, მაგრამ ეხლა არ ვიცი ვინ არის. აი ეს კაცი პროფესორი რო იყო, ეკითხება აკაკი ბაქრაძეს. რა იცით ცნობილ თბილისელ წინასწარმეტყველ ლელა კაკულიაზე? იცნობთ მისი პოლიტიკური ხასიათის პროგნოზებს? როგორია შთაბეჭდილება? ბატონი აკაკი პასუხობს, რომ მხოლოდ ის ვიცი, რაც იბეჭდება ოფიციალურად პრესაში. მის პოლიტიკურ პროგნოზებს არ ვიზიარებ. აქ ჩანს მისი ტაქტი, ჩემი აზრით მისი შეკავებული ირონია. და არ ვიცი, ხა არ მინდა რაიმე ვერაფერს ვერ დავაბრალებ, მაგრამ აი ამ მოკლე პასუხში ჩანს, რომ 90-იანი წლების შემდეგაც ის კლავაც აქტიურად ურთიერთობს საზოგადოების კლავად აქტიურად უყურებს და უწევს შეხება საზოგადოებაში ისეთ მოვლენებთან, რომელიც მას არ მოწონდა. ირაციონალიზმთან, ზერელობასთან, რაღაცა სრულწმენებთან და ასე შემდეგ. ის მე ვფიქრობ არ უთქვამს მას ეს არასოდეს, მაგრამ მე ვფიქრობ ეს გაწმილდა ქართულ ხალხში და ცოტათი დაიღალა კიდეც, იმიტომ რომ ასაკს მოაქვს დაღლა და მიაქვს ენერგია. ხო, ჩემი ინტერპრეტაციით მე მგონია, რომ ის მოხდა, რაც ყველაზე არასასურველი სცენარი იყო ბატონი აკაკის, ну, რა ვიცი, ჩემი ინტერპრეტაციის თანახმად, ანუ გონიერება და ეს ზნეობრივი ვექტორი ვერ გავაკეთეთ ამის რეანიმაცია, მოკლედ რო ვთქვათ, 90-იანებში და სწორედ მაგიტომ მგონია, რომ პოლიტიკაში მისი ადგილი არ დარჩა, იმიტომ რომ ფაქტიურად დღესაც კი აი ის ფენომენი, რომელსაც ის აკრიტიკებს, როგორც საბჭოთას კონსტანტინე ლორთქიფანიძის სიტყვები მოაქვს თუ არ ვცდები, რომ ბოლშევიკის გარდა მე სხვა არ მიმაჩნია ადამიანად, დღესაც კი ეს თეზა გვაქვს, რომ თუ ვიღაცა სხვა პოლიტიკური, ასე ვთქვათ, შეხედულება, მე ის დეჰუმანიზირებული მყავს. ის არ არის ადამიანი. და ამიტომ მე შემიძლია ის გავწირო და აი მე მგონია, რომ აი ამიტომ არ კარგავს არასდროს ვერ გაიგებს, ხო, როგორც ბოლო დროს გამოგვიცხადეს. ხო. ხო, ხო, და ამიტომ აი თითქოს აი ის ორველიანური სამყარო, რაც დახატული არის წერილობის მოთმინიერებაში, ტრანსფორმირებულად, მაგრამ მაინც არსებობს ჩვენში და ამიტომ მაინც ვფიქრობ, რომ თუ დღეს თაროებზე არ დევს ბატონი აკაკის წიგნები, მე მგონია, რომ სახელმწიფო უნდა იაქტიუროს და დაბეჭდოს და უფრო პროაქტიულები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ რეცეპტები არავის არ აქვს, ბატონო. სახელმწიფო არაფერს არ ბეჭდავს. ნუ უნდა ვიყარავდოთ, რომ ეს წიგნები დევს მოქალაქეთა წიგნის თაროებზე, სახლებში დევს რა. და რა ვიცი, მათ შეუძლიათ თავიანთ შვილებს შეთავაზონ ამის საკითხვა, სხვა თორაფერი. ხო გენოთ, მე ვიმეორებ, რომ ის დღესაც აქტუალურია როგორც ლიტერატურის კრიტიკოსი. მე თუ მკითხავთ, საერთოდაც არსებობს ქართული ლიტერატურის ისტორიის აკაკი ბაქრაძისეული ვერსია. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია
ავიღოთ მისი წერილები დაწერილი მხოლოდ ლიტერატურაზე, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული მეოცე ლიტერატურის ჩათვლით და ეს იქნება ძალიან სუბიექტური, მაგრამ ასე თუ ისე სისტემური კურსი ამ ლიტერატურის, მიუხედავად იმისა, რომ ცალკე მას აიგნა დამჯდარი იყო და წიგნი დაეწეროს ლიტერატურის ისტორია, არა. მაგრამ ის არჩევს ტექსტებს და ამ ტექსტებს უძებნის ისეთ ასპექტებს, რომელიც არც ერთ სხვა კრიტიკოს თავში არ მოსვლია. მისი კითხვა ამ ხრივ, მისი როგორც ლიტერატურის ისტორიკოსის, ლიტერატურის კრიტიკოსის კითხვა, ეს არის სიხარული ადამიანისთვის, რომელიც იწყებს აზროვნებას, როგორც მინიმუმ. და რომელიც იწყებს აზროვნებას მათ შორის ამ ტექსტების მეშვეობითაც. ძალიან მოულოდნელ ასპექტებს უხსნის ხოლმე ის უხსნის გულისხმობ კი არ განუმარტავს, არამედ გაუხსნის ადამიანს ამა თუ იმ ლიტერატურული ტექსტის. რაღაცა მოვლენაზე, ფენომენზე, ეპიზოდზე რო შეთანხმებულები ვართ, უცებ მოდის აკაკი ბაქრაძე და ამ ეპიზოდს განახებს აბსოლუტურად სხვა კუთხით და შენ თუ ამის უნარი გაქვს განიცდი სიამოვნებას აზროვნების აქტით. ამიტომაც ეს კაცი არის ამ ხრივ აქტუალური დღესაც და თუ რამე უნდა დაიბეჭდოს გონია ეს არის მის წერილები ლიტერატურის შესახებ. მშვენიერი წიგნი აქვს გაკეთებული იმას ინტელექტს, ეს არის აკაკი ბაქრაძეს სკოლას, სადაც სასკოლო ტექსტებზე დაწერილი მისი მხატვრული მისი კრიტიკული წერილებია. აი ეს ხელი წიგნია. შესანიშნავია, კი. ხო. და კარგია თუ სკოლებში ამას იყენებენ, მაგრამ სკოლის მიღმაცა აქვს მას ბევრი რამ ქართულ ლიტერატურაზე და მშვენიერი გზამკვლევია, ვისაც ქართული ლიტერატურა აინტერესებს, როგორი იყო და რამ წერილებს შეიძლება თქვა მოვეჭიდოთ, დავეყრდოთ და დავაფასოთ. ამის გასაგებად აკაკი ბაქრაძის წერილები არის მშვენიერი. ეგრე მგონია. კეთილი დათო, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონია რომ აი შემდეგ წელსაც ვთქვათ გავაკეთოთ ბატონი აკაკის დაბადების დღის მიმართ მიძღვნილი გადაცემა და იქნებ ასე ვთქვათ რაღაცა სხვა უნდა ვილაპარაკოთ მაშინ. ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წახნაგი აქვს და ეს ჩვენ შევეხეთ გარკვეული წახნაგიდან ვისაუბრეთ მასზე. კომუნიზმის ისტორია არის ძალიან მნიშვნელოვანი მასთან, სხვადასხვა ტექსტში შეიძლება ტექსტი არ ეძღვნებოდეს კომუნისტურ მმართველობას, მაგრამ მის მოგონებებში და მის კრიტიკულ წერილებში, მწერლობის მოთმინიერება თავისთავად, ასევე აქვს კიდევ წიგნი, გადარჩენა ეწოდა ამ წიგნს, ეს იყო უფრო პროექტი, რომელიც მერე გამოსცა ლაშა ბაქრაძემ და გააერთიანა ტექსტები, რომლის წიგნად შეკვრა თვითონ აკაკი ბაქრაძემ ვერ მოასწრო. მაგრამ პროექტი ჰქონდა და არსებობს მოკლედ ეს მის თხზულებათა 8 ტომეულში ის შესულია. და მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორია გადატეხილი პირად ურთიერთობებში, ყოფა ცხოვრებაში და რაც თავარია ლიტერატურულ და სახელოვნებო ცხოვრებაში და ტექსტებში, აი აქაც აკაკი ბაქრაძე არათუ ცალკე საუბარს, არამედ ცალკე კვლევას და იგი მასზე დაწერილ ცალკე წიგნს იმსახურებდეს სულაც. და იმედია რომ ეს კვლევები განხორციელდება უნივერსიტეტებში. ძალიან დიდი მადლობა დათო და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მსმენელებს დღეს. ეს იყო დარია ფსიქოლოგია, გადაცემა მიძღვნილი ბატონი აკაკი ბაქრაძის 93 წლის თავს. ჩვენი სტუმარი იყო ბატონი დავით პაიჭაძე. დიდი მადლობა.